დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შანხაის მერსა და კომუნისტური პარტიის მდივანს შეხვდა. მოგვიანებით პრეზიდენტი პეკინში გაფრინდება, სადაც ის ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ჯინტაოს შეხვდება. ჩინეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მთავარი თემა ირანი და ჩრდილოეთ კორეა იქნება. ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების მიხედვით ჩინეთი საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში ჩინური პროდუქციის იმპორტი ყოველწლიურად $1 მილიარდ შეადგენს. ეკონომიკურ სფეროში წარმატებების მიუხედავად ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის განცხადებით ჩინეთი მაინც მხარს უჭერს რეპრესიულ რეჟიმს. ობამა აზიურ ტურნეს სეულში დაასრულებს, სადაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი შეხვდება და მოისმენს ანგარიშს ამერიკული ჯარების საჰაერო ბაზის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდა იაპონიასა და სინგაპურში, სადაც ის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტსა და სამხრეთ აზიის ეკონომიკური ასოციაციის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. ბარაკ ობამა შეერთებულ შტატებში პარასკევს დაბრუნდება.